გურიის მაღალმთიან სოფლებში შესვლას მძიმე ტექნიკა ამ დრომდე ვერ ახერხებს. გადაუღებელი თოვის შედეგად საფარმა 2 მეტრ ნახევარს გადააჭარბა, რაც გაწმენდით სამუშაოებს ართულებს. ადგილობრივების დახმარება ახლა ცოცხალ ძალას უწევს. სამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე მაშული და ათეულობით სპეცტექნიკაა ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 112-ში შესული შეტყობინებების საფუძველზე ეტაპობრივად რეაგირებენ. მუშაობა ურთულეს რელიეფურ პირობებში უწევთ, თუმცა დახმარება ათეულობით ადამიანს უკვე გაუწიეს და მოხუცები, ბავშვები და სამედიცინო საჭიროების მქონე პირები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უწყების თანამშრომლები ცენტრალურ მაგისტრალებსა და შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე არიან მობილიზებული. მოსახლეობის დახმარების პროცესში დილიდან ჩაერთო თავდაცვის ძალებიც. განკარგულება პრემიერმა გამოსცა, სამინისტრომ კი სტიქიის ზონაში დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამხედროები გაგზავნა. გადაუღებელი თოვის გამო გურიაში ვითარება კვლავ მძიმე რჩება. სოფლების ნაწილი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ნაწილს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და გართულებულია მოსახლეობის გამოყვანის პროცესი. სტიქიას გურიაში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრობლემებთან გასამკლავებლად შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მაშველებს მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავთ. სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი უვნებლად გამოიყვანეს. სოფელ ქაქუთიდან კი 9 თვის ორსული, რომელმაც კლინიკაში მიყვანის შემდეგ იმშობიარა. სამწუხაროდ ერთი ადამიანი არის შენობის შემოგრევის შედეგად გარდაცვლილი. დღესდღეობას ერთი პაციენტი, რომელიც თოვლის სპენდის დროს გადმოვარდა სახურავიდან, ეს ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია კლინიკაში. ასევე განსაკუთრებით იყო აქცენტი ერთ ოჯახთან დაკავშირებით, ხიმშიაშვილთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ კომუნიკაცია, კონტაქტი შედგა მაგ ოჯახთან და მითხეს, რომ უკვე ხედავენ ადამიანებს, ანუ გადათოვლილია და ფამილია და რაღაცა დონის კომუნიკაცია შედგა და ნელ-ნელა ცდილობენ, რომ ყველგან შევიდნენ ყველა მიმართულებაზე, რომ სრულად იქნას აღდგენილი ძირითადი გზები და ხელმისაწვდომობა. პაციენტები, რომლებიც დიალიზს საჭიროებდნენ პირველ რიგში და გეგმიური მანიპულაციები ჰქონდა ჩასატარებელი, ფაქტიურად ყველასთან კომუნიკაციაზე გავედით და იმის მიხედვით თუ ვის როდის უწევთ გადმოყავს კლინიკებში. ასევე იმ შენობა ნაგებობით სახლები, რომლებიც ჩამოინგრა, გამოყავს ადამიანები და იყო გავრცელებული, ბავშვი მოყვა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სამმაშველების მიერ უსაფრთხო იქნა გამოყვანილი. რთული ვითარება მაღალმთიან აჭარაში, ცხულოს სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრ ნახევარს გადააჭარბა. დაბალ ზონაში კი 1 მეტრს მიაღწია. შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, იწმინდება ქუჩები და სუფთავდება სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზები. გრძელდება თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებული ადამიანების რესურსი და შესაბამისი სპეცტექნიკა. დითვალების შედეგად იყო მცირედი შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თუმცა პროჯორჯიის წარმომადგენლებისა და მერის შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობით აღმოიფხვრა შესაბამისი პრობლემა და ამ ეტაპისთვის მიეწოდება მუნიციპალიტეტს ყველა აბონენტს ელექტროენერგია. უახლოეს დღეებშიც მოსალოდნელია უამინდობა, ამიტომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება და 26 თებერვალსაც შეჩერებული იქნება სააღმრთო პროცესი ახსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით. ასევე ჰქონდა შეტყობინებები მოქალაქეებისგან, მოხდა ყისიერი რეაგირება, გაუწეს სხვადასხვა ტიპის დახმარება, მათ შორის ადგილზე მიტანილი იქნა სასურსათო პროდუქტები და გაიწიეს სხვადასხვა სახის დახმარება ადგილზე. დითოვლობამ პრობლემების შექმნა ქობულეთსა და ბათუმშიც. ზღვისპირა ქალაქში დაზიანდა წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები. ადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ წყალმომარაგების სატრანსპორტო მიმოსვლისა და საგანმანათლებლო პროცესის აღდგენას მალე შეძლებენ. 12 საათიდან 20,000 აბონენტს, რომელსაც აქვს შეზღუდული ამ წუთის მდგომარეობით წყალმომარაგება, სრულად აღუდგება წყლის მიწოდება, ამავდროულად ენერგომიმართულებით იყო გამოწვევები, თუმცა საღამოს 19 საათის განმავლობაში ელექტროენერგია სრულად მიეწოდებოდა მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს და ყველა ოჯახს. რამოდენიმე მისამართზე ჰქონდა როგორც სახურავის დაზიანების, ასევე საჩრდილოების ჩამოვარდნის და სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. ამ ეტაპისათვის 2 ოჯახი არის უსაფრთხო ადგილზე გაყვანილი. რაც შეეხება საბავშვო ბაღებისა და ავტოტრანსპორტის მუშაობის ნაწილს, ხვალისათვისაც შეზღუდული იქნება.
109 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული იმერეთშიც. თოვლის საფარისგან იწმინდება გზები და საფეხმავლო ბილიკები. იყრება ტექნიკური მარილი. დიდ-თოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფელთან მისასვლელი გზა. აბონენტთა ნაწილს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტესი ნაწილი სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. აქტიურად იწმინდება როგორც ქალაქის, ასევე პარალელ რეჟიმში სოფელთან მისასვლელი გზები, ჩართული არის 118 ერთეული ტექნიკა. პრობლემა რჩება მაღალმთიან რეგიონებში, ხარაგაულში, სამტრედია, ვანში, სადაც საერთო ჯამში ჩაკეტილი არის 82 სოფელი, მაგრამ ჩვენ ყველა ძალას ხმარობთ იმისთვის, რომ ეს სოფლები გავხსნათ და შევიდეს ტექნიკა. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8% შეზღუდვებით მიეწოდება. კომპანიის თანამშრომლები ყველა რეგიონში იმყოფებიან, თუმცა დიდ-თოვლობის გამო გზებზე ტექნიკით გადაადგილება უჭირთ და დაზიანების ადგილებამდე მისვლა ფეხით უწევთ, რაც აღდგენით სამუშაოებს აფერხებს. ჩამოსული არიან რეგიონები და დამხმარე ბრიგადები. ენერგოპრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა აბონენტამდე მივიყვანოთ ელექტროენერგია. მიდის ინტენსიური მუშაობა, ვერ ვახერხებთ ყველგან შესვლას, თოვლის გამო, სადაც ტექნიკით ვახერხებთ შესვლას, ტექნიკით შევდივართ, სადაც ტექნიკით ვერ ვახერხებთ, ფეხით შევდივართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს. დიდ-თოვლობის გამო დაზიანებული გადახურვის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულდა ბათუმის აეროპორტში. ტერმინალი მგზავრების მისაღებად მზად არის, თუმცა ფრენების აღდგენა თავად ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რეისების ნაწილი გააუქმა რკინიგზამაც, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, თუმცა სინოპტიკოსები თვის ბოლომდე გამოდარებას და ტემპერატურის მომატებას არ ელოდებიან.